საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველას აქვს შეკრების თავისუფლება. მაგრამ თუ შეკრება მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ხელისუფლება ჩაერევა და აღკვეც ამ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს. კანონი ამბობს, შეიკრიბე, რამდენი ხანიც გინდა იყავი, რაც გინდა გააპროტესტე, თუ შენ მცირე რაოდენობა ხარ, მაშინ იყავი ტროტუარზე. თუ ვერ ეტევი და დიდი რაოდენობის ხალხი მოვიდა საპროტესტოდ, გადაკეტე ქუჩა, კი ბატონო და ამაში პოლიციაც კი დაგეხმარება. მოაწესრიგებს მოძრაობას, მანქანებს მიუთითებს, რომ პარალელურ ქუჩაზე წავიდნენ და ასე შემდეგ. ამაზეა საუბარი. ესენი ამბობენ არა, ჩვენ არ გვაინტერესებს კანონი რა არის, ჩვენ არ გვაინტერესებს კანონიერი ქმედება. მოდი მე ხელი შემიწყე უკანონო ქმედებაში. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამაში ხელს ვერ შეუწყობს. ეს კანონი არ მოქმედებს დიდი რაოდენობის ადამიანებზე, თუნდაც იმ რაოდენობის დიდი რაოდენობის ადამიანებზე, რომლებიც ტროტუარზე ვერ დაეტევიან. აქ არის ლაპარაკი ტროტუარსაც რომ ვერ არსებენ და ის ადამიანები კეტავენ ქუჩას. ეს ხო მართლა ძალადობაა. პირველ ჯერზე ის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას. მაგრამ თუ მოქალაქემ ადმინისტრაციული პასუხისგებლობის შემდეგაც ვერ შეიგნო, რომ კანონი გააგრძელა კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე სასჯელი დადგება.